ხმაური იყო ცოტა ხნის წინ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერფერდში, სადაც საპროტესტო აქციაზე 3 პირი დააკავეს. სოფლის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გზის გადაკეთვას სცადეს. ისინი სოფელში გზების გაკეთებას ითხოვენ, რომელიც ძალიან დაზიანებულია. დაახლოებით 5 თვის წინ მათ ადგილობრივი ხელისუფლება დააპირდა, რომ პრობლემას მოუგვარებდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ პროექტი წალენჯიხის საკრებულომ ჩააგდო. პროექტს მხარი ქართული ოცნების გარდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც არ დაუჭირეს. რომელი პარტიები იყვნენ ესენი და ვინ არიან აქციაზე დაკავებულები, დავით მანია მოგვიყვება ვრცლად. სოფელ ეწერფერდის მოსახლეობა დღეს საპროტესტო აქციას მართავდა. მათ ასევე მოინდომეს ზუგდიდი მესტიის ცენტრალური გზის გადაკეთვა, სწორედ აქციის პარკლებში, რა დროსაც 3 მათგანი დააკავა პოლიციამ. ისინი არიან სოფელ ეწერფერდის მკვიდრები, ერთ-ერთი მათგანი კი არის სამოქალაქო აქტივისტი დათა აკუბარდია, რომელიც ანტირუსულ და პროევროპულ აქციებზე გვხვდება ხოლმე და სწორედ ის გახდა პოლიციელების პირველი სამიზნე დაკავებების დროს, რაც შეეხება უშუალოდ მოვლენებს, როგორც უკვე მოუყევით მაყურებელს, სოფელ ეწერფერდის მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ითხოვს მათ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ვინაიდან ფაქტობრივად განადგურებული არის გზები, შეიძლება ითქვას, ასევე მოუწესრიგებელი არის სანიაღვრე არხები და აქედან გამომდინარე ძლიერი წვიმის დროს სოფელში გადაადგილება შეუძლებელია და ასევე წყალი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში უვარდება. დაახლოებით 5 თვის წინ აღნიშნული პრობლემის მოგვარების პირობა მიიღეს მათ ადგილობრივი ხელისუფლებისგან, თუმცა რამდენიმე დღის წინ წალენჯიხის საკრებულომ აღნიშნული პროექტი ჩააგდო, უფრო კონკრეტულად კი აღნიშნულ პროექტს მხარი არ დაუჭირა ლელოს ერთმა დეპუტატმა, ასევე ერთმა დეპუტატმა გახარიას გუნდიდან და ასევე ქართული ოცნების დეპუტატებმა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი წალენჯიხის საკრებულოში არის სწორედ ქართული ოცნებიდან, მანაც არ დაუჭირა ამ პროექტს მხარი. დღეს კი ის ადგილობრივ მოსახლეობასთან საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და აქედან გამომდინარე ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, ხომ არ იყო ეს მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯი პროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სწორედ ქართულ ოცნებას ჰქონოდა შემდეგ საზოგადოებასთან სათქმელი ის, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი პრობლემებით არ ინტერესდება. რის გამოაკავებ? რის გამოაკავებ? რა დაარღვია? პროტესტი გადაიზარდა. გავადდეს სიტუაციას. იყვენდი შეპირება, საჭველი არაა. რა ვქნათ? ვის მიმართოთ, როგორ? არ გვინდა ჩვენ სახში დავიდებოდით, მაგრამ გზა არ აქვს, წყალი არ აქვს, არაფერი არ აქვს და ბიჭის ასე ცხოვრება და სტანამდე. ჩვენ ვითხოვთ გზას, შვილო, ნორმალურ ცხოვრებას ვითხოვთ, სხვა არაფერს არ ვითხოვთ. ჩვენ ფულად დახმარებას არ ვითხოვთ და სხვა ფუფუნებას არ ვინდა რომ გზა გქონდეს, სტუმრის მოსვლის არ ცხენოს და არ ცხენოდეს და გვეშინოდეს და ნოქსასლაპო ვერ ამოდის, მანქანა ვერ დადის, ბავშვები ბაღში ვერ მიდიან. სარდოდ არ ვარ გაგზა, მანქანაზე სარდოდ არ ვამბობ უკვე რა, ფეხით მოსიარულეს გვიჭირს, ბავშვების მოყვანა წვიმიან და ცუდ ამინჩი ხო საერთოდ ჩვენ ეს გზა იმ გზათა შორის პრიორიტეტზე ავიყვანეთ, გავაკეთეთ შესაბამისი აფასება ხარშსაღრიცხვები დამტვერილი გვერდი იდო თაროებზე ჩვენს მოსმამდე და ავიყვანეთ პრიორიტეტში. როგორც ფორმულას მაყურებელმა ნახა, საპროტესტო აქციის მონაწილეებთან მისულები იყვნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი და მისი მოადგილე, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ადგილზე არსებულ ვითარებას და გააცნეს ასევე საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თუ რას ემსახურებოდა, როგორც წალენჯიხის მერი ჩვენთან მედიასთან და ასევე შეკრებილ საზოგადოებასთან საუბარში ამბობს, აღნიშნული პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს უკვე მომავალი წლის გაზაფხულიდან და ის კიდევ ერთხელ მიმართავს აღნიშნული თხოვნით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო რაც შეეხება დაკავებულებს, როგორც პოლიციაში ჩვენ განგვიცხადეს, ისინი არ იყვნენ დაკავებულები, უბრალოდ გაარიდეს აღნიშნულ საპროტესტო აქციას და ჩვენს ხალხთ არსებული ინფორმაციით ისინი ამ დროისთვის უკვე თავისუფლები არიან.